პასუხი აქვს თავდაცვის მინისტრს უწყებაში გახორციელებულ საკადრო პოლიტიკაზე თემაზე, რომელიც ბოლო კვირა ერთ-ერთი მთავარი გასახელველია. თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დღეს ჩვენი სტუმარია. ის ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ბატონო მინდია, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონო მინდია, პრემიერმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ღიად თქვა, რომ თქვენს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. გამოიკეთა კონკრეტული პირები. შეგიძლიათ ისაუბროთ, ვინ უტევს ქართულ ჯარს და ვის ინტერესია პირადად თქვენი დისკრედიტაციის მცდელობა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მართლაც ბოლო დღების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცილისწამებული კამპანია თავდაცვის უწყების წინააღმდეგ, რაც ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, გამოკვეთილია რამდენიმე პოლიტიკური ძალა და რამდენიმე ექსპერტი, რომლებიც ღიად ერთმანეთს უპირისპირდებიან, თუმცა ამ შემთხვევაში საეჭვოდ სინქრონულად მოქმედებენ თავდაცვის უწყების წინააღმდეგ. თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი, ვინ არიან ისინი, თვითონ ფაქტი და ტენდენციაა უარყოფითი, იმიტომ რომ ჯარი არის დეპოლიტიზებული და მისი პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა არის ნაბიჯი უკან ჩვენი, ასე ვთქვათ, შეერაღებული ძალების შენებლობის პროცესში. სავარაუდოდ ამ ძალებს აშფოთებთ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს შეერაღებულ ძალებში და მე მინდა მოგახსენოთ, რომ მიმდინარეობს პროცესები მხოლოდ ოპტიმიზაციის კუთხით, მათ შორის ორგანიზაციული ოპტიმიზაციის კუთხით, საკადრო ოპტიმიზაციის კუთხით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი იყოს ეფექტურობისკენ მიმართული, შესაბამისად, ამ ძალებს მინდა ურჩიო, რომ მათ ხელვარების საფუძველი ნამდვილად არ აქვთ. თუ რაიმე საკითხია, ჩვენ ღია ვართ მათთვის, შეგვიძლია მრგვალი მაგიდასთან დავждეთ, ვისაუბროთ, მოსაზრებები გავცვალოთ. ასეთ რეჟიმში, ასე ვთქვათ, თავდასხმები და მიზანმიმართული კამპანიის წარმოება ეს ყოველად მიუღებელია. პირველ რიგში ჯარისთვის და აქ ჩემი დისკრედიტაციის მცდელობაზე არ არის იმდენად საუბარი, რამდენადაც საუბარია ჯარზე და ჯარის დეპოლიტიზაცია. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ხას უსვავ. ჩვენ მზადთავად ყველა კითხოს პასუხი გავცეთ, ყველა კითხვაზე პასუხი გვაქვს, მაგრამ არა ამ ფორმით, არა თავდასხმების ფორმით, არა რაღაცა შეკვეთილი სტატიების ფორმით და არა შეკვეთილი სიუჟეტების ბატონო მინდია და ვის ინტერესშია? ვის ინტერესშია ეს ყველაფერი? ვის ინტერესია? საზოგადოება ხედავს, მე არ მინდა დამატებით მოვახდინო კიდე პოლიტიზირება საკითხის, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც განსაკუთრებით აქტიურია თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, ასე იმ ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ცილისწამების მეც და ტყუილების ლაპარაკის მეც არაფერს არ აკეთებენ. ეს არის უბრალოდ სამწუხარო. მე კიდევ ხა თქვა სათითაოდ ესენი ჩამოთვალო, კიდევ უფრო მეტად მოვახდენ საკითხის პოლიტიზირებას და მე ამასთან დაკავშირებით არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ისევ და ისევ შეერაღებული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგადად ურჩევ მათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ არის პოზიტიური, ეს ჯარისთვის არ არის პოზიტიური და აქედან გამომდინარე ჯობია რომ თუ მათ რაღაცა კეთილი სურვილები აქვს შეერაღებულ ძალებთან დაკავშირებით, სხვა ფორმატები მოვნახოთ იმისთვის, რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ. გასაგებია, ბატონო მინდია, ჯარის კვება, როგორც გამოიკვეთა, იყო უწყების ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე სუსტი რგოლი. არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია უხარისხო საკვებით გამოწეული ინტოქსიკაციის შესახებ. აი, რა ღონისძიებები გაატარეთ უშუალოდ თქვენ ამ მიმართულებით? კი ბატონო, ამაზე რამდენჯერმე მომიწია საუბარი და გაგცემთ პასუხს. ჯარის კვება ეს კომპლექსური საკითხია, საკმაოდ რთული საკითხია. რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში ეს არის კვებითი მომსახურება, მეორე ეს არის სასადილოების ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, მესამე ეს არის წყალი, რომელიც ასევე უნდა იყოს ხარისხიანი, რათა მან თავის მხრივ არ გამოიწვიოს რამე ნეგატიური შედეგები. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით დგავთ ნაბიჯებს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მოხდა ქართული კვების კომპანიის რებრენდინგი, იქ მენეჯმენტი შეიცვალა, იქ მიდგომები შეიცვალა, კვების ხარისხი გაუმჯობესდა, ზოგადად პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესდა, მენიუ უფრო, ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი გახდა, ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, მინდა აღვნიშნო, თვითონ საკვები პროდუქტების გადატანის და მომზადების პროცესს. გასაგებია, ბატონო მინდია. სამხედროების კვებაზე უკვე 15 თებერვლიდან ახალი კომპანია ზრუნავს და ეს კომპანია სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია. აი, რატომ კონკრეტულად ეს კომპანია?
ჯერ ერთ ეს არის სახელმწიფო კომპანია 100%-ით შემდგომ ამ კომპანიას აქვს რესურსები საქართველოში არ არის ბევრი კომპანია რომელსაც რესურსი აქვს იმისი რომ თქიან ჯარის განუყოფა უზრუნველყოს ამ კომპანიას აქვს რესურსები ადამიანური და ტექნიკური იმისთვის რომ სტანდარტების შესაბამისად ჯარის განუყოფა უზრუნველყოს და ეს არის მიზეზი რატომაც ამ კომპანიასთან მიმდინარეობს თანამშრომლობა თან ასევე ხაზს უსვამს რომ ეს არის 100%-ით სახელმწიფო კომპანია გასაგებია ბატონ მინდია რა ვითარება დაგხვდათ თავდაცვის უწყებაში კადრების თვალსაზრისით არის საინტერესო იმიტომ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი და ხმაურიანი თემაა საკადრო ცვლილება მხოლოდ მოადგილეებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელების დონეზე გახორციელდა თუ უფრო დაბალ რგოლსაც შეეხო ეს საკადრო ცვლილება მე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი რომ ასე ვთქვათ ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით და სამინისტროში არ განხორციელებულა ესეთი შოკური ასე ვთქვათ ცვლილებები ჩვენ საკადრო პოლიტიკის განხორციელების დროს აქცენტს ვაკეთებთ რამდენიმე ფაქტორზე მათ შორის პროფესიონალიზმზე და კომპეტენტურობაზე იმ შემთხვევაში თუ ჩვენ საკადრო გადაწყვეტილებებს იმ შემთხვევაში როცა არ არის დამაკმაყოფილებელი კვალიფიკაცია ამ თუ იმ ხელმძღვანელი პირის არ მივიღებთ მაშინ აპრიორი უნდა ჩავთვალოთ რომ იმ მიმართულებაზე ჩვენ სასურველ შედეგს ვერ მივახცევთ. თუმცა მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ცალსახად არ მიმდინარეობს, ესე იგი, სადმე გარედან კადრების ჩანაცვლების პროცესი. ასეთ შემთხვევებსაც აქვს ადგილი, თუმცა ყველა შემთხვევაში ჩვენ თანამდებობაზე ვნიშნავთ პროფესიონალ კადრებს. და რაც შეეხება ადგილობრივ კადრებს, ვაწინაურებთ ჯანსაღ პროფესიონალ კვალიფიციურ ადგილობრივ კადრებს და ხშირ შემთხვევაში საკადრო ცვლილებები ზუსტად ამ ფორმით ხორციელდება. ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩანაცვლებულნი არიან, ასევე უწყების გარეთ არ უშვებთ მათ, ვცდილობთ, რომ მოუძებნოთ შესაბამისი ადგილი, რომ მათ განახორციელონ თავიანთი ფუნქცია მოვალეობები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ ხაზს უსვავ, ყველა ცვლილება, ჩვენ არ ყოფთ კადრებს, ახლები, ძველები და ასე შემდეგ. ყველა ცვლილება განხორციელებულია ეფექტურობაზე დაყნობით, ანუ ეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე. თუ კადრი იქნება ეფექტური, მას არანაირი პრობლემა არ შექმნება, მაგრამ თუ კადრი ვერ იქნება ეფექტური და ვერ გაართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. გასაგებია. ოპონენტების კრიტიკა გამოიწვია კონკრეტულმა სახელებმა და გვარებმა, აი მაგალითად ვალერი ზუმბაძეზე რომ ვისაუბროთ, ფოტოგრაფი აბდალაძე აცხადებს, რომ მის საქმეს იძიებდა და არასწორ გამოძიებაში სდებს მას ბრალს. ასევე საუბრობენ დავითაშვილის საკითხთან დაკავშირებითაც გუშინ თავდაცვის სამინისტრო მაესტროს არ დაუდასტურა მისი შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის უფროსად დანიშნვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. თუმცა საპირისპიროს ამბობენ რეგიონში თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ ის წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების შეხვედრებს არ ბებდა. აი რა გაქვთ ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია? კი ბატონო, მოგახსენებთ, ესე იგი, რაც შეეხება ზუმბაძის საკითხს. პირველ რიგში ამ საკითხზე საუბრისას მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა გავიდეთ სამართლებრივი სივრციდან. სამართლებრივი ჩარჩოებიდან ჩვენ ვართ სახელმწიფო უწყება, საჯარო უწყება და ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ სამართლებრივი შედეგებიდან გამომდინარე. ამ ადამიანის მიმართ არ არსებობს ოფიციალურად, ასე ვთქვათ, წაყენებული სამართლებრივი პრეტენზია, არ არსებობს სამართლებრივი შედეგი დამდგარი. საუბარია გარკვეულ ინფორმაციებზე, რომელიც ჩემი ცნობებით მათი უმრავლესობა არის აბსოლუტური, აი მაგალითად თქვენ ახსენეთ ფოტოგრაფების საქმე, როგორც ჩვენ მოვიკვლიეთ, ფოტოგრაფების საქმის გამოძიების პროცესში ზუმბაძე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად, ეს ადვილად გადასამოწმებელია და მისი ელემენტარულად საზღვრის კვეთის ამონაბეჭდით შეიძლება დადასტურდეს და ის ჩამოვიდა დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მას შემდეგ, რაც ეს საქმე გამოძიებულიც იყო და სასამართლო განხილვაც დასრულებული. ეს ნათელი მაგალითია იმისთვის, რომ მიმდინარეობს ცილისწამლული კამპანია თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და მე მინდა ერთ საინტერესო დეტალზე მიგითითოთ. მანამდე ზუმბაძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და რატომღაც არავის არ გახსენებია ყოველ შემთხვევაში ამ მასშტაბით, რომ ზუმბაძე ბჭყალებში ჯალათი და ასე ვთქვათ მწამებელი იყო. რატომღაც მაშინ გაახსენდათ ზუმბაძის საკითხი, როდესაც ის თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ გადმოვიდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იყო გაჟღერებული ბრალდება თეთრადის საქმესთან დაკავშირებით. სრული აბსურდია, თეთრადის საქმეს იძიებდა სამხედრო პოლიცია, ეს ადამიანი მუშაობდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასე შემდეგ შეგვიძლია გავყვეთ. ზოგადად მსგავს საკითხებზე საუბრისას, როდესაც ჩვენ გვესმის სპეკულაციები, ჭორზე დაფუძნებული ინფორმაცია, ჯობს რომ დაველოდოთ სამართლებრივ პროცესს. ამ ადამიანებმა ჩემი აზრით მიიღეს ღირსეული გადაწყვეტილება, ისინი საკუთარი სურვილით წავიდნენ სამსახურიდან, როგორც მე ვიცი, აპირებენ სასამართლოს სარჩელის შეტანას და თავისი რეპუტაციის დაცვას, რაც ნორმალურად მიმაჩნია. რაც შეეხება მეორე გვარი ბრძანა, თქვენ მე ამ ადამიანის შესახებ კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა დავითაშვილი. არა აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული პრეტენზიები. თუ იქნება წარმოდგენილი ფაქტები, რაც მიუთითებს ჩვენი თანამშრომლის ან პოტენციური თანამშრომლის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობას ამჟამად ან წარსულში, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი ზომები, მაგრამ ჭორზე დაყნობით, რაღაცა გავრცელებულ უსაფუძვლო ინფორმაციებზე დაყნობით, ან დაინტერესებული მხარეების მიერ. ბატონ მინდია, ანუ გადაამოწმეთ თქვენ ეს ინფორმაცია, რასაც ავრცელებენ ოპონენტები? რას გულისხმობთ? აი დავითაშვილთან დაკავშირებით. მე რამდენად ვიცი დავითაშვილის საკითხი არ განიხილება ამაში, მოვიკითხე გუშინ მომაწოდეს ინფორმაცია და არ განიხილება, თუმცა დავითაშვილი იქნება თუ პეტრიაშვილი ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს თვითონ ფაქტს. ფაქტი არის შემდეგი, რომ ანუ ეს ადამიანი დაინიშნა თუ არა, ბატონო? არ დანიშნულა და არ დანიშნულა. მე ამის შესახებ მოვიკითხე, არ დანიშნულა, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება დაინიშნა თუ არ დაინიშნა, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს თვითონ იმას არსებობს თუ არა ადამიანის მიმართ სამართლებრივ ფაქტებზე დაფუძნებული პრეტენზია. თუ ეს ჭორის დონეს ეფუძნება, დამიჯერეთ, ხვალ შეიძლება თქვენზე გაავრცელო მსგავსი ინფორმაცია და თქვენც ანალოგიურად უზრუნველი გახდებით თავის დაცვა. ანდა ეს არის უბრალოდ ტალახის სროლა და მე უბრალოდ გვიწევს თავის მართლება. გასაგებია, ბატონ მინდია. თქვენ სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდით ბრიუსელიდან, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეთ. ნატო-საქართველოს კომისიის ხდომის შემდეგ მხარეებმა ერთობლივად განცხადება მიიღეს, სადაც აღნიშნულია არსებითი პაკეტის გახორციელებაში მიღწეული აშკარა პროგრესია. რა ეტაპზეა მოსამზადებელი სამუშაოები ერთობლივი წრფნისა და შეფასების ცენტრის შესაქმნელად? კი ბატონო, ეს ყველაზე სასიამოვნო შეკითხვა იყო, როცა შეგვიძლია საუბარი იმაზე, რომ ვისაუბროთ იმ პროგრესზე, რა ხდება ჯარში, რა ხდება თქვათ ნატოსთან დაახლოების კუთხით, რა ხდება ზოგადად ოპტიმიზაციის კუთხით და ასე შემდეგ. აი ამ საკითხებზე უნდა იყოს ჩემი აზრით საუბარი, როცა შეიარაღებულ ძალებს ეხება საკითხი. მოგახსენებთ, რომ ბრიუსელში იყო საკმაოდ საინტერესო შეხვედრა, თვითონ უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე. მათ შორის ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც მანამდე ითვლებოდნენ ეგრეთ წოდებულ სკეპტიკურ ქვეყნებში, გაიმართა ძალიან ბევრი ორხრივი შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ როგორც ერთობლივი განცხადებით ნატო-საქართველოს კომისიის, ასევე ბატონი გენერალური მდივნის განცხადებით, მისი მოადგილის, სპეციალური წარმომადგენლის განცხადებებით, სადაც ცალსახად არის დაფიქსირებული ის პროგრესი, რაც საქართველომ ასე ვთქვათ, განიცადა ნატოსთან დაახლოების პროცესში, ასევე იმპლემენტაციის პროცესში არსებითი პაკეტის, რომელიც გადმოგვეცა უელსის სამიტზე. ეს ცალსახად არის ხაზგასმული, ცალსახად არის მხარდაჭერა გამოთქმული აი ამ განცხადებებში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსკენ სწრაფვის პროცესის მიმართ. ამიტომ მე ამ კომისიის შეხვედრასაც და მის მთავრდებულ პროცესებსაც შევაფასებდი როგორც სერიოზული მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს მიმართ და სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯს. ჩვენ არც ერთი საათი, არც ერთი დღე არ ვატარებთ უქმად, ჩვენ ყოველდღიურად წინ მივიწევთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. და ზოგადად ნატოს მიერ ეს აქტივობა აღინიშნება, ანუ ხაზია გასმული როგორც უპრეცედენტო. რაც შეეხება ბრალდებებს, მე იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს სამიტთან დაკავშირებით, სამიტთან კომისიის შეხვედრასთან დაკავშირებით, რომ გაისმა აქაც ბრალდებები, თითქოს ვიღაცა ხელოვნურად აჭიანურებს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. დაინტერესებულ პირს ადვილად შეუძლია შევიდეს ნატოს ვებსაიტზე, წაიკითხოს გენერალური მდივნის განცხადება, წაიკითხოს მისი მოადგილის ბატონი ვერჟბოვის განცხადება, წაიკითხოს ბატონი ჯეიმს აპატურაის განცხადება, წაიკითხოს ერთობლივი განცხადება
და გამოიტანოს დასკვნა ჭიანურდება თუ არა პროცესი ნატოს. სად აშენდება საწვრთნელი ცენტრი? ხომ არ მიიღიათ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომ ოფიციალურად ვრცელდება, რომ შესაძლოა ვაზიანის სამხედრო ბაზა იყოს? იცით რა შეასაქმე? ვაზიანის სამხედრო ბაზა ეს არის ცალკე სამხედრო ობიექტი. აქ საუბარია სხვა ობიექტის მშენებლობაზე, რომელიც არ არის ბაზა. ადგილი ხომ არა გაქვთ უკვე გადაწყვეტილი? აი გეტყვით. სახელს ეს არის ნატო საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, ნატო საქართველოსი. ამიტომ ნატომ და საქართველოს ერთობლივად უნდა გადაწყვეტონ, სად იქნება განთავსებული ეს ცენტრი. ჩვენ გვაქვს უკვე შეთავაზებული ნატოს მხარისთვის სავარაუდო ოპციები. აი რა არის ეს ოპცია? ვერ გაგვიმხელთ ბატონო მინდი? ვერ გაგიმხელთ, იმიტომ რომ ამას არსებითი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის არ აქვს. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს centri იქნება რაც შეიძლება მალე დაარსებული საქართველოში. საინტერესოა საზოგადოებისთვის. კი ბატონო, დავალოდოთ. ის ადგილიც სად იქნება განთავსებული, გადაწყდება უახლოეს მომავალში. ძალიან მალე. გასაგებია და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ. საკანონმდებლო ორგანო გელოდებათ ბატონო მინდია. მიხვალთ პარლამენტში და პასუხობთ დეპუტატების შეკითხვებს. ხომ არ გადაწყდა თარიღი, როდის მიხვალთ? შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, თუ საკანონმდებლო ორგანო საჭირო ჩათვლის მინისტრის მოსმენას, ჩვენ ღია ვართ, პირველ რიგში ვალდებული ვართ, რომ ანგარიშვალდებული ვართ პარლამენტის წინაშე. მერე ჩვენი სურვილიც არის, რომ გაუზიაროთ მათ ის ხედვები, ის მოსაზრებები, რა ჩვენ გაგვაჩნია, მივიღოთ მათგან რეკომენდაციები. ამ ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს. პირიქით, ჩვენ ღია ვართ აბსოლუტურად პარლამენტთან თანამშრომლობაზე. გასაგებია, როდის იქნება თქვენი, როდის მიბრძანდებით პარლამენტში? ხომ არ გადაწყვეტილება თარიღი? აი, ამ პროცედურებია, ასე ვთქვათ, ნორმატიული პროცედურები გასავლელი, რის შემდეგაც თარიღი დაზუსტება. ამჟამად თარიღი დაზუსტებული არ არის. გასაგებია, ბატონო მინდია, ის პოლიტიკოსები გიბარებენ, ვინც თავს გესხმიან, როგორც თქვენ საუბრის დასაწყისში ბრძანებთ და მიუხედავად ამისა, მაინც მიიღეთ გადაწყვეტილება და მიბრძანდებით? იცით რაშია საქმე? ჩვენ არ გვეშინია თავდასხმების, ჩვენ გვაქვს პასუხი ყველა კითხვაზე, ჩვენ მოქმედებებზე გვაქვს ჩვენი არგუმენტები. თვლით რომ ეს არგუმენტები არის ძალიან მყარი, ამიტომ ნებისმიერ პლატფორმაზე, ნებისმიერ შეხვედრაზე ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოზიციის დაცვა. არ აქვს მნიშვნელობა ვინმე თავს გვესხმის თუ არ გვესხმის. ეხლა თუ თქვენ თავდასხმაში აი ამიტომ ვიძახი რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი თუნდაც ოპონენტებთან და არ იყოს ესეთი რაღაცა თავდასხმები და არ იყოს რაღაცა კამპანიური რეჟიმი ჩვენთან ურთიერთობის გარედან. ჩვენ ღია ვართ, ჩვენ ყველასთან შეგვიძლია ლაპარაკი, ვისაც შეიარაღებული ძალებისთვის სიკეთე უნდა და ვისაც კარგი უნდა. ვისაც არ უნდა და ხა თავდასხმებია მათი თვითმიზანი, მათთან საუბარს აზრი არ აქვს ჩემს აზრით. კარგი, დიდი მადლობა ბატონო მინდია რომ დაარღვიეთ ხანგრძლივი დუმილი მაესტროს ეთერში ჩვენთან არ ყოფილ ხართ დიდი ხანია, არ ყოფილ ხართ ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა. იმედია რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ხშირად გიხილავთ ჩვენს ეთერში. ჩვენს შეკითხვებს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენს ასევე.